თვითონ ენერგორესურსები მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ მნიშვნელოვანია ისიც, რა ვალუტაში მიდის ამ ენერგორესურსებით ვაჭრობა, ხო? და დოლარის დომინაცია ეტაპობრივად და თანდათანობით სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. სხვა რა შესაძლებლობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაზე დგას მისი დომინაცია 70-იანი წლებიდან. დოლარის დომინაციაზე და იმაზე, რომ შენ აკონტროლებ ვაჭრობას, აკონტროლებ საბანკო სისტემას და ყველა აბანდებს ფულს შენს საფინანსო სექტორში, ხო? და ნავთობი ამის ერთ-ერთი უმთავრესი გამაძლიერებელია, რა კი ნავთობიც. მაგიტომაც და მის ტრანსპორტირება. საუდის არაბეთის არადემოკრატიულობა დიდად არადარდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ირანის არადემოკრატიულობა ადარდებს, ხო და არ ვიცი, თუ მოусმენთ სიტყვაზე ვამბობ რაღაცა ამერიკელ მიმომხილველებს, რომლებიც შიდა პერსპექტივიდან აფასებენ ამას, ახავთ რომ ამერიკული იმპერია არის დაღმასვლის ფაზაში, რომ მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ გამოიყენოს კუნთები და ესე ძალით შეაჩეროს ის პროცესი, რაც ვეღარ შეიცვალა, ტარიფებიც მეტი რა იყო, ხო?